გამარჯობა მსმენელს. შობა ახალ წელს გილოცავთ. ამ ჩანაწერით ჩემი პოდკასტის სახალხო გამოშვების მეორე სეზონი ჩაეშვა და რაღაცა სეზონი რო აქვს ჩემ პოდკასტის ერთ-ერთ რუბრიკას რაღაცა პროფესიონალურად ჟღერს და მომწონს ეგ ამბავი. გონი 2 წლის წინ იყო, როცა პირველი სეზონი გავაკეთე და ბოლო ეპიზოდი ახალ წელს კი არა, საერთოდ თებერვალში ჩავწერე და დავდე. ხო, ეგ ძალიან მხიარული ფაქტია. იმედი მაქვს ეს სეზონი წინაზე საინტერესო გამომივა. სახალხო თემებში ვართ და მინდა დღეს მოკლედ შევეხო რაც იმ საკითხს, რაც არა მარტო ბოლო დროს, არამედ ასე მგონია, რომ სულ მაწუხებდა რაღაც მომენტში რა. ეს არის სახალხო შოპინგზე, ასე ვთქვათ, ზედმეტი ფულის ხარჯვა. ეს ფენომენი თვითონ, რომ მაქსიმალურად რაღაც გრანდიოზული დეკორაციების ყიდვა, ძალიან ბევრი სათამაშოს ყიდვა, რაღაც სახლის მე კი მიყვარს რაღაც მორთული სახლების ყურება, რასაც ძირითადად საქართველოში მთლად ვერა, მაგრამ ამერიკულ ფილმებში ვხედავ ხოლმე და საკმაოდ კარგად გამოიყურება მთელი ამ გირლანდებით და ორნამენტებით სახლები. მაგრამ რაღაც უცნაური დამოკიდებულება მაქვს რა. ჯერ ერთი ეგრე მორთულ სახლებს, რომ გარედანაც განათებები იყოს, რაღაცა სახლის სახურავზე თოვლის ბაბუა იჯდეს და ირმებიანი ეტლი იყოს, რაღაც ნატურალური ზომის. მაგას ვერ ვხედავ, ვერც აბსოლუტურად მორთულ ყველა კუთხე კუნჭულსაც ვერ ვხედავ ხოლმე საქართველოში, აი რაღაც ქართულ რეალობაში. და თითქოს მაინტერესებს თან როგორი იქნება ახლოდან ეგეთი სახლები. აი ისევ ამერიკულ ფილმებზე ვიტყვი რა. გარეუბნებს რო იღებენ, ძირითადად ხო ეგეთი სახლები უფრო გრანდიოზულად არის ხოლმე მორთული. მთელი თავისი განათებებით და ყველაფრით. ხო, ჯერ ერთი წარმომიდგენია, საერთოდ რა ჯდება ეგ. ელექტროენერგიაც ხო უნდა გქონდეს მუდმივი, რომ რა ვიცი, თან წვიმამაც არ უნდა გაგიფუჭოს ამდენი განათება. ეგ ცალკე. თან ცოტა ზედმეტი მეჩვენება, იმიტომ რომ ხვდები რამხელა თანხების დახარჯვა სჭირდება მაგ ყველაფერს და რამხელა რესურსი, ფაქტობრივად ცალკე თანხები უნდა გქონდეს გადადებული იმისთვის, რომ სახლი ეგრე მორთო, როგორც ფილმებშია ხოლმე. და თან პლუს როგორცაც ფილმებში ვხედავდი ხოლმე ეგეთ სახლების ნახვა ჩვენთანაც მინდოდა ხოლმე რა. თუმცა მაგას რა თქმა უნდა, რომ ძალიან დიდი პრივილეგიები და ისეთი ფინანსური სტაბილურობა უნდა მაგ ყველაფერს, რომ ამდენის დახარჯვა შეგეძლოს, ესე ვთქვათ, ერთ დღესასწაულზე მთელი სახლის ეგრე მორთვისთვის რა. სხვათა შორის რო ვთქვა, ადრე არ მქონია მაინც და მაინც დიდი დანაკლისი და რაღაცის გამოტოვების შეგრძნება, ასე ვთქვათ, FOMO-ს, რასაც ეძახიან. ალბათ იმიტომ, რომ უფრო რაც მინდოდა ხოლმე ის იყო, რომ ვთქვათ, სხვების აივნებზე რო ხედავდი გარე განათებას, ეს გარე განათება ჩვენც გვინდოდა, ჩვენც რო გქონოდა სახლში მინდოდა და ცოტა მეტად მორთული ოთახები რა. თან ჩემ სახლთან კონტრასტში, ასე ვთქვათ, მარტო ფილმებში ვხედავდი სახლებს, საშობაო ფილმებში. ამიტომ როცა ახალი წელი და შობა გადაივლიდა ხოლმე, აღარც მქონდა თითქოს ეს დანაკლისი, რომ რაღაც უფრო მეტი დეკორაცია და მეტი ფულის დახარჯვა იყო საჭირო რაღაცა არ ვიცი, ცხოველების დადგმა სახლში, თუ რაღაც ხელოვნური ღობე და ის გზის მანიშნებლები როა კიდე სანტა და რაღაც ჩრდილოეთ პოლუსი და რაღაცები როა წერია ხოლმე. და პლუს რაღაც პატარა ქალაქებით დეკორაციები როა, აი ნაძვის ხესთან ახლოს რო დებენ. ხო და იმის თქმა მინდა, რომ ეს სურვილი ასე თუ ისე ყოველთვის გარკვეულწილად მქონდა, რომ ვთქვათ უფრო
მეტის საშუალება ყოფილიყო, რომ მაგალითად მორთულობები შეიძლება გქონდეს მორთულობები და შეავსო ყველა ოთახი რა ახალ წელს, მაგრამ ეგ დეკორაციები არ უხდებოდეს ერთმანეთს და მაგან ცოტა მოგიშხამოს განწყობა რა. თან ამ ფილმებს რო შეხედოთ, თუნდაც ამ ჰოლმარკის ფილმებს ესე მგონია, რომ განწყობაზე კარგად მოქმედებს და თან ცოტა შურითაც ხარ განწყობილი, იმიტომ რომ ყველა დეკორაცია რაც კი აქვს და ეს წვიმები, გირლანდები და სათამაშოები რაც კი სახლშია, ესე ვთქვათ, რაღაცა ფერებში ჯდება და ერთმანეთთან აცდენილი არ არის. ხო და სურვილი ასე თუ ისე ყოველთვის მქონდა მაგის, რომ აი იქნებ შემდეგ წელს ან როდესმე დადგეს ისეთი დრო, როცა ასე ვთქვათ, ყველანაირად სტაბილურად იქნები ისე, რომ შეგეძლოს მაგაზე ფიქრი, რომ რაღაცა ნაძვის ხის სათამაშოები დაამატო, ან რაღაც ასეთი, იმიტომ რომ სხვაგან არ ვიცი რა ხდება, ალბათ რაც მსოფლიო ეკონომიკური რეალობის მიხედვით იცვლება ყველგან ფასები და მდგომარეობაც, მაგრამ საქართველოში საახალწლოდ რაც არის ხოლმე საჭირო, რაღაც ეს ნიგოზი, თაფლი, რაცა ხორცი და ეს ყველაფერი თითქოს არის ფასდაკლებები, მაგრამ ეგ ძირითადი პროდუქტები ყველაზე ძვირი ღირს ხოლმე რა. ამიტომ ამდენი რო გეხარჯება სუფრის გაწყობაზე, მე უკვე ვეღარ იფიქრებ იმაზე, რომ რაღაც ყველა ოთახში ნაძვის ხე გედგეს თუ რაღაც ამდაგვარი. და დილას რაღაცა სანტას ირმებმა გაგაღვიძონ. სამზარეულოში რო გახვალ, რომ ჭამო, რა ქვია, ის დაგხვდება მარხილის ფორმის სკამი ან რაღაც ამდაგვარი. ხო და ეგ სურვილი ასე მგონია, რომ რაც სოციალური მედია მაქვს მე თვითონ, სოციალურ ქსელებში რაც ვარ და რაღაცა ვიზუალურ მტკიცებულებებს ვხედავ, რომ არა მარტო ფილმებში, არამედ ჩვეულებრივი ადამიანების სახლებშიც არის ეს რაღაც გრანდიოზული დეკორაციები და ასე შემდეგ, მაინც და მაინც გრანდიოზულზეც არ ვამბობ რაღაც 3 მეტრიან ნაძვის ხეზე და ყველა ოთახში გირლანდაზე, მაგრამ თითქოს როცა იღებენ ხოლმე ფოტოებს, შეიძლება სპეციალურად დაცრთავენ, რომ მაგალითად ინსტაგრამზე კარგად გამოჩნდეს. მაგრამ აი როგორც კი მაგრამ ზუსტად ეს რაღაც მომხილველობა და მიმზიდველობა არის და ეს კარგად შერჩეული განათება და ერთმანეთს რო უხდება ეგეთი გაფორმებები, რომ შენს განდომებს იგივე გქონდეს სახლში რა. ხო და ჩემ შემთხვევაში ეგ სურვილი ხო ისედაც ყოველთვის იყო და ხო, ანუ მაგან გააძლიერა, ასე ვთქვათ, Pinterest-ზე, Instagram-ზე როცა მხვდება ეს ფოტოები რა. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის უფრო უარესია მაღაზიებში სიარული და ბევრი ფასდაკლების დანახვა საახალწლოდ და უამრავი გამოფენილი რაღაც ნივთის დასადგამი დეკორაციის თუ რაღაც მორთულობების დანახვა მაღაზიებში და მოლებში, ვიდრე სოციალურ მედიაში, იმიტომ რომ Pinterest-ი და Instagram-ის ალგორითმები მე ისე მაქვს, რომ ასე ვთქვათ, უსახო, ეგრეთ წოდებულ უსახო კონტენტს უფრო ვხედავ. რაღაც არ მაქვს მაგის პრობლემა, რომ ჩემ ცხოვრებას ვინმესას ვადარებდი ან ასე შემდეგ და ძირითადად როგორ ვთქვა, ბუნების, შენობების და ესე ვთქვათ და აი კოტეჯების და ქალაქგარეთ ცხოვრების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები მხვდება რა. ამიტომ მაგ ქსელში როცა შევდივარ, ესე ვთქვათ, დაღლილი და ემოციურად დაცლილი არ გამოდივარ ხოლმე აპლიკაციიდან პირიქით რაღაც მომენტში უფრო სიმშვიდესთან რაღაც მით უმეტეს Pinterest-ი ყველაზე მეტად მიყვარს სოციალურ ქსელებს შორის. რაღაც დროის მშვიდად გატარებასთან უფრო ასოცირდება და არ მაქვს ხოლმე შეგრძნება, რომ ტყუილად ვკარგავ დროს, როცა ვსკროლავ. რაღაც მომენტში Instagram-ზე და Pinterest-ზე რასაც დავინახავ, ჩემთვის უფრო რაღაც შთაგონების წყარო ხდება, ვიდრე შურის და დანაკლისის შეგრძნების, რომ აი მე არ მაქვს, კიდე კარგახანს არ მექნება, მაგრამ აი სხვა ჩემზე მდიდარია და სხვას აქვს. სამაგიეროდ აი ეს FOMO, ანუ გამოტოვები, რაღაცის გამოტოვების შეგრძნება და რაღაცის შიში უფრო მიჩნდება, როცა კიდევ ერთხელ ვამბობ ამ სხვადასხვა საქონლით გადატენილ მაღაზიებს ვხედავ. არა მარტო მაღაზიები, ეს მაღაზიები და ქუჩაც სარიალი ხო არ არის,
უამრავი ხალხი დადის ფასდაკლებებზე მით უმეტეს ხელში რაღაცა 8-10 ცალი პარკით. თან იცი რომ ბევრი შეიძლება ზედმეტსაც ყიდულობდეს მარტო იმიტომ რომ ფასდაკლებებია და შეიძლება მე არც გამოიყენოს ეგეთი ის ნაყიდი ნივთია ესეთი რაღაცები არ მესმის ხოლმე ამ რაღაცა ვერასდროს ვერ გავისვრი და გავფლანგავთ ყვილად ესე ფულს თუნდაც უფრო მეტი ფინანსური სტაბილურობა რომც მექნება ვერ წარმოვიდგენია რომ ესე თუნდაც ერთ ნივთს ესე რაღაც გაუფრთხილებლად მოვექცე, იმიტომ რომ ჩემი რაღაც რესურსი გავეცი, სანაცვლოდ ის რაღაც მივიღე, რომელიც წესით ხარისხიანიც უნდა იყოს და გამძლეც და არც მე არ უნდა გადავაგდო წესით, მაგრამ მე რაღაც შემდეგი წლის დადგომასთან ერთად ის უკვე რაღაც ბრჭყალებში მოდიდან გადადის თუ რაღაც ამდაგვარი და ვაგდებ ნაგავში რა. ეხლა მე რა ვიცი ეს შოპინგზე ნამყოფი ხალხი 10 პარკით სახლში რო წავა აუცილებლად ყველა გადაყრის თუ არა ცოტა ხანში ნაყიდს ან საერთოდ გამოიყენებენ თუ არა იმიტომ რომ მაინც და მაინც არ ვიცი ეს ასე ვთქვათ ქართველი მომხმარებლის ჩვევები რა მით უმეტეს ბოლო წლებში იმიტომ რომ ბოლო წლებში უფრო რაღაც არასტაბილურად არის კოვიდის მერე ყველაფერი რაღაცა ხარჯვის ჩვევები და ასე შემდეგ მაგრამ სამაგეროდ ამ დანაკლის რაც გიძლიერებს ის არის რომ ჯერ ერთი თითო ნაძვისხის სათამაშოც კი უფრო და უფრო ძვირია ყოველ დღე ყოველ წელს უფრო სწორად მით უმეტეს ქართული და ხელნაკეთი რა ვინც ასე ვთქვათ ხშირად ათვალიერებს ასეთ ნივთებს და რაც ქართულ სივრცეებსაც იმას ეცოდინება რომ რაღაც რთულია უკვე ჩვეულებრივი პლასტმასის ბურთებიც კი უფრო ძვირი ღირს ვიდრე ვთქვათ ადრე ღირდა. ხო და ძალიან ცუდი შეგრძნებაა რომ შენ სულ შემოსავლოდ ხარ რაღაცა ელოდები ამ ცოტა ზედმეტ ფულს შეიძლება ვთქვათ ვერც მოგისწროს ამ შემოსავალმა ამ თანხამ ასე ვთქვათ სანამ ახალი წელი მოვა და მაგის გამო რაღაცნაირად ვერც მოემზადო ისე როგორც შენ გინდა რაღაცები ვთქვათ განწყობისთვის ვერ იყიდო რაღაცა სათამაშოები ვერ დამატო და ასე შემდეგ და ამ დროს ხედავ ამ დატვირთულ ხალხს რომელიც სულ წუწუნებს რომ აზრი გამიწყდა მოკლედ ეს წუწუნებს ცოტა ცუდად ჟღერს მაგრამ იმიტომ რომ მართლა უამრავ ადამიანს აქვს ვალი და ასე ვთქვათ, ვინც საშუალო კლასზე დაბლა და რაღაც უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება, იმათგან უფრო მეტი ხალხი ხდება სოციალურად დაუცველი რა. ხო და ამდენი ცუდი სამსახურის, ამდენი დაბალი ხელფასის, ამდენი ბანკის ვალის ფონზე ვერ ვხვდები, არა მარტო ახალ წელზე არ მაქვს საუბარი, გინდაც ვალენტინობა რომელსაც მე ვიცი მე პირადად დღესასწაულად დავრთვლი ვერ ხვდები საჭიროებას მართლა პირდაპირ მნიშვნელობით რაღაცა კომერციული დღე უფრო არის როცა რაღაც სხვადასხვა წითელ და ვარდისფერში გაფორმებულ ნივთებს ყიდულობ და რაღაც სულელურ სისულელეებში ერთვები რა ვალენტინობა არ ვიცი საზაფხულო ფასდაკლებები რა ვიცი საშემოდგომო ფასდაკლებები, სააღდგომოც ყველა სეზონზე რა დღესასწაულიც უნდა მოდიოდეს, როცა ქუჩაში ვარ, არ არსებობს, რომ არ შევნიშნო, აი, უამრავი ხალხი, უამრავი პარკით. მე მართლა რაღაცნაირად ისე ხდება ხოლმე, რომ იმიტომაც რომ ფლანგველი არ ვარ და რას სჭირდება მარტო იმას ვყიდულობ ხოლმე საკმაოდ დიდხანს მიწევდა ხოლმე ლოდინი და ახლა დიდხანს მიწევს ხოლმე ლოდინი ასე ვთქვათ რომ ჩემთვის რაღაც საჭირო ნივთი ვიყიდო ამიტომ ერთი პარკით მაქსიმუმ 2-ით გამოვდივარ ხოლმე მაღაზიიდან ან მოლიდან და გავიხედავ და თითქოს ჩემნაირი ასე ვთქვათ კლასის ადამიანი
და ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე არ ვიცი მინიმუმ 10-12 მაღაზიას მოივლის რა და რაღაც მომენტში შეიძლება იმაზე ზედმეტსაც ყიდულობდეს ვიდრე სჭირდება. ამიტომ თუ თქვათ შემაწუხებს ხოლმე დანაკლისი სოციალურ ქსელებში აღარ შევდივარ რაღაც აი უკმარისობის განცდა რომ სხვას ზედმეტი აქვს და მე რაც მჭირდება ისიც არ მაქვს უფრო ამის გამო სოციალურ ქსელებშიც აღარ შევდივარ ხოლმე და სოციალურ ქსელებზე უფრო მეტად მაღაზიებს და მოლებს ვერიდები იმიტომ რომ რაც დრო გადის ესე ვთქვათ მდგომარეობა ესე მგონია რომ უფრო ცუდდება მით უმეტეს პოლიტიკური სასწაულად დაძაბული პირობების ფონზე ამდენი გაფიცვა ამდენი სამსახურიდან გამოშვებული ადამიანი და თითქოს ეს რაღაცა კატეგორიას არასდროს არ ეხება ეს ყველაფერი არც ეკონომიკური არასტაბილურობა არც სხვების გასაჭირი თუ არ ვიცი რა დავარქვა იმიტომ რომ ეგეთი ბევრი დღე იყო ამ ბოლო დროს მაგრამ ერთ-ერთი დღე იყო ნოემბერში როცა რუსთაველზე ჩვეულ რეჟიმში ხალხის ცემა და გაზით დაწამლა მიმდინარეობდა და მე პეკინზე მომიწია ყოფნა და შავი პარასკევი დაემთხვა და არ ვიცი ვერ ახვწერ უბრალოდ იმდენად გავღიზიანდი რაღაც ამ არხიანი ხალხის დანახვაზე და თან ძალიან სისულელეა ამ ვითომ დიდ ფასტაკლებებზე რომ ვიკერებით იმიტომ რომ ზუსტად ეგეთი დღეები არის ყველაზე ცუდი რა შეიძლება იმპულსურადაც შემოგეყიდოს რაღაცები იმიტომ რომ ეს მთელი მარკეტინგი მაგაზია მომართული რომ მაგ დღის მერე მსგავსი შანსი აღარ გექნება სასწრაფოდ უნდა იყიდო რაც არ გჭირდება უფრო ის ყველაფერი უნდა იყიდო და პლუს ეგეთი დღეები ჩემთვის გავს აი ეს ფასდაკლება შავი პარასკევი და ასე შემდეგ ეგეთი დღეები ჩემთვის გავს რაღაცა ფილმების თვითონ პრემიერის დღეებს და ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ მიუხედავად იმისა რომ მაინტერესებს ეს რა შეგრძნება როცა რაღაც ფილმის პრემიერას ესწრები კინოში ესე დაუსვი ჩემ თავს რომ პრემიერაზე არასდროს არ მივიდე იმიტომ რომ ყველაზე გადაჭედილი მაგ დროს არის ყველაფერი რაღაც მთელი დარბაზი იქ ფოტოების გადაღება და ასე შემდეგ რა და ეხლა რო უკვირდებით ან ამდენჯერ რო ვახსენე ეს რაღაც ეკონომიკურ სიდუღჭირე და სოციალურად დაუცველი ადამიანები და ასე შემდეგ მართლა ისე გამომდის თითქოს ნაძვის ხის სათამაშოებზე უწუწუნებ რა უფრო რაღაც შეიძლება ესე ზედაპირულადაც გამომდის ალბათ ვერ ჩამოვაყალიბე კარგად აზრი იმიტომ რომ მან საკვებზეც არის საუბარი და მე ამ შობის მარხვის მერე გახსნილებაზე ასე ვთქვათ რაღაცა ხორცზე რაღაც მსგავს პროდუქტებზე არასამარხო პროდუქტებზე და ასე შემდეგ რა და მარხვაში ესე ვთქვათ გადარჩენა ბრჭყალებში ვინც ესე ვთქვათ მორწმუნეა ის ოჯახები უფრო ესე მგონია რომ წვალობენ იმიტომ რომ რაღაც საკვებს ცხადია უნდა მოერიდონ 40 დღე და მაგიტომ რაღაც სპეციალურად უნდა იყიდონ რაღაც ცოტა ხანს სხვა რაღაცებზე უნდა გადაიარონ და მერე მოდის ეს კეიფების და რაღაცა ხორცის დროც რა ხო და ის რომ მე შემიძლია რაღაც საახალწლო დეკორაციებზე ლაპარაკი იმასაც აჩვენებს რამდენად ესე ვთქვათ კომფორტულ მდგომარეობაში ვარ სხვა ესე ვთქვათ სხვა ადამიანებთან შედარებით რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები რომლების ეკონომიკური მდგომარეობაც უფრო და უფრო უარესდება და რაც უფრო მდიდრდება ერთი კატეგორია და რაც უფრო მეტს ჭამს ასე ვთქვათ და მეტ რესურსს იწოვს ყველასგან იმდენად ღარიბდება ისედაც ღარიბი და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობა იმიტომ რომ საშიშად ჟღერს საკმაოდ მაგრამ რა ვიცი ამდენი მოვლენის ფონზე მოსალოდნელიც იყო და ძალიან არ მინდა რომ გამართლდეს თუმცა მაინც
სათქმელია ხმამაღლა, რომ საქართველოს ესე მგონია უახლოვდება ამდენი რაღაცა კაპიტალისტური ღორობის გამო ეკოლოგიურ კატასტროფებს. არა მარტო უახლოვდება, არამედ უკვე საკმაოდ ბევრი, ასე ვთქვათ, ტრაგიკული მოვლენაც იყო აქამდე, რომელიც ჩვეულებრივად ჩაიფარცხა როგორც ყველაფერზე ხდება ხოლმე ჩვენთან. და ეს ეკოლოგიური კატასტროფა რას ნიშნავს? რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის მით უმეტეს, რომ საცხოვრებელი ან უნდა დატოვონ, ან შეიძლება ძალიან უნდათ დატოვება, მაგრამ რაღაც თავისი ფესვების და ოჯახების და სანათესაოს გამო ან გაჭირვების გამო ვერსად ვერ მიდიან, იმიტომ რომ რაღაც იძულებულები არიან, თუნდაც საშიში იყოს, იგივე ადგილას დარჩნენ და მაინც ისე ხდება, რომ ეს თბილისი როგორც დედაქალაქი, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტი რესურსის მქონეა, მაინც ცხადია, როგორც ყოველთვის იყო რეგიონებთან შედარებით რა, ხო და არა მარტო რეგიონებში მცხოვრები ხალხი, ის ხალხიც, რომლებიც ასე ვთქვათ, საახალწლოდ სცემეს და დაიჭირეს, მაგრამ ის სამაგეროდ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ რაღაცა ამ ნატურების და ჭაღების ანთებას გარეთ და ნაძვიხის ანთებას ხელი არ უნდა შეშლოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად საახალწლო მორთულობების ფონზე სცემეს ყველა. ვისი ოჯახის წევრიც ტყუილად დაიჭირეს, ვინც ტრამვების გამო საავადმყოფოში მოხვდა და უამრავი ადამიანი, ზუსტი რიცხვი აღარც კი ვიცი რამდენია ეგეთი ადამიანი, ვინც დაფიქსირებული აზრის გამო სამსახურიდან გამოუშვეს, ვისაც ემუქრებიან, ვისაც ოჯახის წევრები ყავთ ცუდად, ან ვინმე გარდაეცვალათ, იმაც საერთოდ არ დღესასწაულებათ ალბათ და საერთოდ სხვა პრობლემებზე და უწევთ ფიქრი და უფრო მეტ რაღაც გაცილებით უფრო შფოთვარე მდგომარეობაში არიან, შიშსაც განიცდიან დიდი ალბათობით და წელს ესე მგონია, რომ ყველაზე სხვანაირი ახალი წელი მოვიდა იმ მხრივ, რომ უფრო რაღაც სოლიდარულია ერთმანეთის მიმართ მთელი საზოგადოება. ყოველ შემთხვევაში მე მინდა რომ ეგრე იყოს და თითქოს ერთგვაროვანი პროტესტი იგრძნობა ყველგან და ეს რაღაცა საერთო, ესე ვთქვათ, შეთანხმებულობა, კონსენსუსი თითქოს საზოგადოების წევრებს შორის, რომ ეს განათებები, ეს ღონისძიებები ვინ უნდა მოაწყოს ისევ, ასე ვთქვათ, ზემდგომებმა და მთავრობამ, ხო ეგრეა? თბილისის მერიამ ძირითადად, იმიტომ რომ მაგაზეა გადანაწილებული ეს ყველაფერი და მაგას ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო ზუსტად, რომ ასე ცუდად და ასე კატასტროფულად, აი ფაქტობრივად ესე აპოკალიფსურად რო წავიდა სცენარები ნოემბერ-დეკემბერში განსაკუთრებით, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ ხალხს, ესე ვთქვათ, საზოგადოებას არ დაეყარა ფარხმალი რამ ხრივ, ჯერ ერთი არ გაჩერებულიყო ეს პროტესტი. და მეორე ყველაზე მთავარი რაც მინდოდა ის იყო, რომ როცა მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ახალ წელსაც არ შეწყდებოდა და რაღაც მომენტში უარესიც იქნებოდა, იქამდე არ დამთავრდებოდა არაფერი, მინდოდა რომ ვისაც, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობის შეგრძნება ჰქონდა, ყველას გაეწია პროტესტი ამ მთავრობის მოწყობილი საახალწლო ღონისძიებების მიმართ რა და ეგრო დავინახე რეალურად იმხელა, ასე ვთქვათ, ტვირთი მომეხსნა თითქოს, რომ ესე მგონია რაღაც საახალწლოდ ჩავიფიქრე რაღაც და ის ამისრულდა, ეგეთ შეგრძნება მაქვს რა. ხო და აი ქართულ პოდკასტებსაც რო უსმენ, ან რაღაც შეფასებებს და ანალიზს ახლანდელ პოლიტიკურ მოვლენებზე, იქაც დაფიქსირდა ეგ აზრი ზუსტად, რომ ხალხს არ ედღეს სასწაულება და ძალიანაც რაღაც მომენტში კარგია, იმიტომ რომ ჩვენ თვითონაც უნდა დავინახოთ სინამდვილეში რა არის, ესე ვთქვათ, რა იმსახურებს და ვინ იმსახურებს ბოიკოტს,
რომ შეგვიძლია უფრო ნაკლებად გადაშვებულები ვიყოთ ამ კონსუმერიზმში და კაპიტალიზმშიც, იმიტომ რომ ეგ რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო, რომ ბევრი ბრენდი და ბევრი კომპანია ამოვარდა ისეთი, რომელიც არის კიდევაც ბოიკოტის ღირსი და ყველანაირად იმსახურებენ, რომ მათი რაღაც ეს ფინანსები და განვითარება დაბლა წავიდეს. და ესე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელია და რაღაც თან სიმბოლურიც, რომ ახალ წელს როგორც ესე ვთქვათ საერთო სოლიდარობის განცდით, ისე ახალ ტრავმა გამოვლილი შეხვდა ყველა და როგორც წარმოვიდგინე და ასე ვთქვათ, როგორი სურვილიც მქონდა და ალბათ ყველა ნორმალურ ადამიანს მქონდა, იმიტომ რომ ჩემ ინსტაგრამზეც დავწერე, რომ კარგი იქნებოდა წელს აბსოლუტური ასე ვთქვათ პროტესტის გაწევა და ბოიკოტი ამ რაღაცა ძალით შემოტენილი სახაზო ღონისძიებებისადმი და ზუსტად როგორც წარმოვიდგინე ესე განვითარდა ყველაფერი რა. ამიტომ ხო ჩვენთვის ძალიან სხვანაირი ახალი წელი დადგა და ღმერთმა ქნას რომ არავინ არ ჩაიქნიოს ხელი ასე ვთქვათ ამ საერთო კონსენსუსზე, რომ რაღაცაზე მტკიცეთ ვარ შეთანხმებულები, რომ არ გვინდა არავითარ შემთხვევაში და ერთი მიმართულება, რომელმაც არა მარტო ასე ვთქვათ საით გვინდა ინტეგრაცია ეგ და ეს დასავლური კურსიზე ლაპარაკი უნდა მოიცვას, არამედ ახლა არის ზუსტად მაგის დრო, რომ ყველანაირი ასე ვთქვათ ეკონომიკურად გაჭირვებული ადამიანი და ყველანაირი ასე ვთქვათ დაჩაგრული ფენა და ჯგუფი გვერდზე ამოიყენოს ამ პროტესტმა აუცილებლად. დღეს მეც აღარ ვილაპარაკებ დროებით, სხვა ეპიზოდებში შევხვდებით.